17 ივნისს კონფედერაციათა თასის გათამაშება დაიწყო. პრესტიჟულ ტიტულს ერთმანეთს კონტინენტების საუკეთესო ნაკრებები, მასპინძელი რუსეთი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ეცილებიან. მუნდიალის გენერალურ რეპეტიციად მიჩნეული ტურნირი ტრადიციულად იმ ქვეყანაში ტარდება, სადაც შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი. ასე რომ კონფედერაციათა თასის გახსნის პატივი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებმა მიიღეს. ტურნირი ავტოგოლით გაიხსნა. 31 წუთზე მაიკლ ბოქსალმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მასპინძლები დააწინაურა. რუსებმა თავის გამოჩენა მეორე ტაიმშიც მოახერხეს. სამედოვის გადაცემის შემდეგ სმოლოვმაც გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2-0 დააფიქსირა. საინტერესო გამოვიდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო გუნდების, პორტუგალიისა და მექსიკის შეხვედრა. დაფიქსირდა ვიდეო რეფერის გამოყენების პირველი პრეცედენტიც. პორტუგალიის ნაკრების მიერ გატანილი გოლი მსაჯმა ჩათვალა, თუმცა შემდეგ მონიტორზე გადაამოწმა და თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მალევე ევროპის ჩემპიონები კრისტიანო რონალდუს გადაცემის შემდეგ რიკარდო კვარეჟმამ დააწინაურა. თუმცა პორტუგალიამ ტაიმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხა. 42 წუთზე კარლოს ველას პასით ანგარიში ჩიჩარიტომ გაათანაბრა. საინტერესო გამოვიდა მეორე ტაიმიც, თუმცა გოლები ბოლო 5 წუთში გავიდა. 86-ზე გატანა სედრიკ სუარეშმა მოახერხა. მაგრამ მექსიკელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და ქულის გადარჩენა ჰექტორ მორენოს მიერ დამატებულ დროში გატანილი ბურთით მოახერხეს. მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძელი რუსეთი მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. კრისტიანო რონალდუმ კი თავისი პირველი ბურთი გაიტანა კონფედერაციათა თასზე. ამავე ჯგუფში მექსიკამ 2-1 მოუგო ახალ ზელანდიას. ბოლო ტურში გადამწყვეტი მატჩი სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელ რუსეთს ნახევარფინალში გასასვლელად მექსიკელებთან მხოლოდ მოგება სჭირდებოდა და 25 წუთზე სამედოვის გოლით დაწინაურებაც მოახერხეს. მაგრამ თამაშის გამარჯვებამდე მისაყვანად კლასი არ ეხლა. ნესტორ არაუხომ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მეორე ნახევრის დებიუტში კი მექსიკელებმა მეორეც გაიტანეს. შეხვედრა 2-1 მოიგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ბეჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტებად თავიდანვე გერმანიისა და ჩილეს ნაკრებები მიიჩნეოდნენ. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა რუსეთში გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, გერმანელებს ჯგუფური ეტაპის დაძლევა არ გასჭიროებიათ. პირველი მატჩი ბუნდესნაკრებმა ავსტრალიელებს 3-2 მოუგო, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. თამაშის ბოლოს გატეხა კამერუნის ნაკრები ჩილემ. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებმა აფრიკელები ბოლო 10 წუთში არტურო ვიდალისა და ედუარდო ვარგასის გოლებით დაამარცხეს. ჯგუფის ყველაზე საინტერესო შეხვედრა მეორე ტურში შედგა. ერთმანეთის წინააღმდეგ გერმანია და ჩილე გამოვიდნენ. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მუსტაფის შეცდომის შემდეგ მე-6 წუთზე ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა, მაგრამ გერმანელებმა გათანაბრება ლარშ შტინდლის გოლით მოახერხეს. მეორე ნახევარში გუნდებს ბევრი ენერგია აღარ დაუხარჯავთ და მატჩიც 1-1 დასრულდა. ბოლო ტურში გერმანიამ 3-1 დაამარცხა კამერუნი. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში დემირბეიმ გახსნა. თავისი გოლების გატანა მოახერხა ტიმო ვერნერმაც. მან თავი 66 და 91 წუთებზე გამოიჩინა. საბოლოოდ გერმანიამ ბეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რადგან მთავარმა კონკურენტმა ჩილემ ბოლო ტურში ავსტრალიას ვერ მოუგო. კონფედერაციათა თასზე ნახევარფინალური მატჩები 28 და 29 ივნისს გაიმართება. გერმანია მექსიკას, ხოლო პორტუგალია ჩილეს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.